Камарджобат, чему патиосану, кетило халхо, приветствую весь добропорядочный люд. Გავაგზავნოთ ჩვენი ისტორიები მეოთხე ეპიზოდი გადავიდეთ თუ შეიძლება. Свашева разрешения თქვენი თანხმობით. Короче, ურეკავთ მოვიდა ლია ჩვენთან, მოიტანა რაც ჰქონდა მოსატანი. Შიკაფეში ველოდებოდით ის გალექსიევსკაიაზე პროსპექტ მირა იქ ახალი გახსნილი იყო რაღაც პიცერია მარჯვენ მეტროსთან ახლოს ხო და იმ პიცერიაში ველოდებოდით შემოვიდა მოგვიტანა რაც ჰქონდა ლიაკოს მოსატანი უბედური გორანიერი გოგო იყო ქვას ეხავდა ერთი ადგილით იქ короче говоря ოზურგეთელი იყო და ერთხელ მითხრა არ მახსოვს მამა ჩემიო ქურდი იყო გეიგე მაგრამ არ ამგონია მე არ მჯერავს მე რომ ამისი ქურდი ყოფილიყო რა ვიცი გვარი რო ვკითხე გვარი კი მითხრა მაგრამ მაგისანა მე არ გამიგია და არ მახსოვს გვარი ახლა ხო და короче მოგვიტანა და ურეკავთ ბესო ხო ჩვენთან იყო შევიდა წევიდა ცხონებული და დავჭით მე და ტრისტანი ლადოე წევიდა სახლში ლადოე ოჯახში წევიდა მივეცით ლადოეას ფული ხო და ლადოეას მივეცით короче 10% იმიტომ изначально ასეთი აგավորკა გქონდა რომ გთხოვა წამიყვანეთო და კაკრას მე და ტრისტანიამ უთხრა მაშინ 3 კაცი ვართ კიდო კაი წამოდი მაგრამ წილს არ მოგცემთ ძმაო ერთი 10% მოგცემთ რასაც ვიშოვით Ну, мовела ასე იყო მოლაპარაკება изначально ჩვენი პადელნიკი არ იყო და არაფერი, გასო просто რულზე დაგიждებითო ჩემი მანქანითო და წამო მე ვთხარ. ხო და короче მივეცი წევიდა გახარებული, გასო მაგნიერი ფული მაგას მაგცხონებულს არ ცხონია ნაშოვი გონია ცხოვრებაში, რა ვიცი, შეიძლება გიქონდა, არ ვიცი. ხო და ბოკი გოუსწორდა მაგრა თეფული რომ გარეკა წევიდა მე ტრისტანი დავჭით მევიდა. короче ურეკავთ ბესარიონს ცხონებულს და ბესოს ახლა ვინც არ იცნობს და ვინც კი იცნობდა ბესო კობრავა ვინ იყო კი იცით ბესო რა ტიპის კაცი იყო და რა იუმორი იცოდა მაგარი იუმორი ქონდა ახლა ქურდულიც იცოდა კაცი ქურდი იყო და მე რაღაცა მოვიდა უსიამოვნება მაგი რა ჩვენი საქმეა მაგას ბოსი ცოცხლის ბოლომდე ქურდებთან ძმაკაცობდა და ცხონებული კვეჟოსთან მაგრად ძმაკაცობდა მაგრად რომ მე ლიჩნად ვიცი კვეჟოსთან მაგი მიდიოდა თავისუფლად და короче კვეჟო რაფერაც ხტებოდა მაგას იგიც კი დანანახი მაქვს მე ერთხელ და ორჯერ კი არა ხო და აცხონოს გამჩენმა ერთიც და მეორეც რა ხალხია წასული იმ ქვეყნად ღმერთო შენ გაანათლე ყველა მათი სულები Господи помяни их во царстве твоем всех ушедших в мир иной მე აღარ რატო ვიყო ვიცი თუ გინდათ რომ მოუყვედა იყოს ამ ქალის ირგვლივაა ყველაფერი ეს რაც ხდება ხო короче დაურეკეთ მევიდა ბესოე მევიდა რაია ხო ამ შვიდობა უკვე ხო დავცილდით იგი აგირეგია მე ვიღეთ ფული და აგი მომწყარი ბესაჟო შენი ძილია გადეირიაც გადე რაკენი და სამროის მოასწარითო სამეიპარეთო ბიჭო მე მომწყარი ჩვენ რო ჩადი შენ ნუ შენ რო გარაჯექი შენ მანქანაში და გარეკე და წადი ჩვენ მე სახლისკენ რომ მივდიოდით ასე ლენინსკი პროსპექტზე ასე და გადაირია სიმონ ესე იგიო მაგის დედავატირეო რა ვიცვალეთო დღეს ჩვენ რამდენი ვიცვალეთო რა ვირბინეთო და მაინც ბოლოს მაინც დაგვიფასდა ეს სირბილი და დაგვიფასდა ეს ნერვიულობა არეგონოს არავის თუ კი ის პროფესიონალი მომპარავია და თუ კი ის პროფესიონალია მისი პროფესიის არეგონოს არავის
რომ რესტორანში ფულის მოპარვა ლამაზად ისე რომ მაგი ვერ გეიგოს ვერც პატრონმა, ვერც აფიციანტებმა, ვერც ახრანიკებმა, ვერც ადმინისტრატორმა, ვერც გვერდზე მждალ ხალხმა, რომ ეს დიდი პროფესიონალიზმი უნდა ამას. არ გეგონოთ ეს ადვილი იყოს, მიხვიდე, დაჯდე, აიღო და წახვიდე. არა. იქ 9 ცხოვრებას ტოვებ. აიღე ეს 1. ადგომა ეს 2 სუფრიდან. გასვლა ზალში ეს 3 და რესტორნიდან გასვლა ახრანის წინ ეს 4 და ზამთარი თუა პალტო ან რაიმე გაქვს ჩაბარებული იმაში რა ქვია გარდერობში ეს კიდო ისე უნდა გამოიტანო ისე უნდა ჩაიცვა რომ ახრანიკებმა და იმათმა არ მიხვდეს რომ შენ გარბი ხარ გაიგე ამას რამხელა ლიდერშკა უნდა და რამხელა პროფესიონალიზმი უნდა თქვენ აზრზე არაღად ეს არის აზრზე ის ხალხი ვინც კი შენახვედრია ამ სიტუაციას და იცის რა არის ეს სიტუაცია და ამიტომ არასდროს არ თქვათ რომ მოპარულიო ფულიო ქარმა მოიტანა და ქარმა წაიღო არა იგი ქარის მოტანილი იგი ძალიან ძნელი მე გეტყვით თქვენ ძალიან ძნელი პროფესია და ძალიან დაუფასებელი რა კაც პარავ ფულს ხო მაინც ისე თუ ასე ხო იცით კოკას წყალი სულ არ მოაგდა არ არსებობს დაგიჭირავენ საცხა დაგიჭირავენ ერთხელ მაინც ამიტომ ხო და მოვიდა ბესოია გაუსწორდა მაგრა გაუსწორდა რომ ეს ფული დავაძრეთ და მივეცით და კაროჩე вообще თან აგერ 5 გრამი გიდო თაბლი და თან მაშინ რა თაბლი იყო იარიყო აღარო საქართველოში მწყნეს რო აძლევენ ხალხს თაბლის მარტო სახელი აქვს მეტი არაფერი კაროჩე რა აიუქნათ ხო და წავიდეთ კოსმოსში წევიდეთ მეუთხარი კოსმოსში იგია ეგანე ხო იცოდი კლუბია დაბლა პირველ სართულზე პადვალში იქანე სალიარის ქვიოდა სალიარისი ქვიოდა კლუბი იყო რა კითხველი გოგონები ცეკვავდნენ რას ქვია რა ქვია მაკლუბებს და მაგის სახელი კაროჩე ხო და კაროჩე მაგარი ავსტანუკა თან იგაღა ყველას ვიცნობდი მე იმ კოსმოსშიგანე დაწყებული ვინც იყო ახლა თვითონ კოსმოსის პატრონი ვინც იყო არ ვიცნობდი მაგრამ კოსმოსის პატრონს ვინც ყავდა დაყენებული იქ ზედამხედველად იმასთან მაგრად ვიყავი სამასაბოი ვინც იყო დაცვის უფროსი და ყველასთან ზმაკაცობდი და იმ ბარში ყველას ვიცნობდი და რაღაცა იქ ცხოვრობდი გვერდზე და სულ იქ ვიყავი და სასტუმრო თუ ღირდა დაუშვათ კაი ნომერი იმ დროს 5-6 მანეთი მე მაძლევდნენ 3 მანეთს 3000-ად მაძლევდნენ მე კაი ნომერს სკიტკა მქონდა ფასდაკლება მქონდა 50%-იანი ეს იმან გამიკეთა იმ კაცმა აზერბაიჯანელი ებრაელი იყო არ ვიცი ახლა თუ ის კაცი და წევედით კაროჩე წევედით გავატრაკეთ წევედით შევედით იქანა კაროჩე სანამ მიგერაგვია ბესამ აი წამალო იმას გევიგეთო და ისე ზევიდეთო და ჩვენ კი ვარ და სანამ ბესოე მევიდა ჩვენ ხომ მოგვიტანა ამან ხო და სანამ მიგანე კაფეში ვიჯექით უცებ ტრისტანე გავარდა აფთიაქში იყიდა ყველაფერი რაც იყო საჭირო შემევიდა მოვგიდე ხელი დაждდა მაგენი იჯდნენ ლაპარაკობდნენ ლიამი სიქმარი და ტრისტანი და მე შევედი ტუალეტი კაი სუფთა ტუალეტი იყო ეგ ასანსალებული და უცებ გავამზადე ჯგუფ მეც ტრისტანიამაც ხო ველოდებით ბესოიას კაროჩე და კარგად ნაუთხარი რაზეა საუბარი ბესარიონ ხო და
კი მზად იყო, მაგრამ მაგას უყვარდა, ბესედას უყვარდა, რამდენ სიმაშებოდა მაინც იმონ. Короче, ცხენი იყო აცხონოს გამჩენმა. კრაკადილი იყო სუფთა, იმდენს გეიჭირავდა, რომ პირდეთში იყო რა, короче.